კანონების შემუშავებისას რეგულირების ზეგავლენის იგივე RIA-ს შეფასების როგორც ინსტრუმენტის გამოყენების მაჩვენებელი სახელმწიფო სტრუქტურებში კვლავ საკმაოდ დაბალია. ამის შესახებ პროექტ რეფორმეტრის ფარგლებში გამართულ საჯარო კერძო დიალოგის ფორმატში ისაუბრეს. დაინტერესებულმა მხარეებმა რეგულირების ზეგავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის პროგრესი განიხილეს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივები აუცილებელია იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული და წინასწარ იყოს შეფასებული ყველა ის ეკონომიკური ზეგავლენა, რომელიც ასოცირებულია კონკრეტულ ინიციატივასთან. სწორედ ამ მიზნით უახლოეს პერიოდში საჯარო მოხელეების გადამზადების პროცესი დაიწყება. რა მიღწევები აქვს ქვეყანას RIA-ს როგორც ინსტრუმენტის დანერგვის პროცესში, ამას მარი მელიქიშვილი გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. მარი, მოგესალმები, დაგისმენთ. გამარჯობა ნიკა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. სპეციალისტები ქვეყანაში სხვადასხვა რეფორმის განხორციელებისას რეგულირების ზეგავლენის შეფასების სავალდებულო არეალის გაფართოების საჭიროებაზე მიუთითებენ. პროექტ რეფორმეტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოიკვეთა, რომ ქვეყანაში კანონების შემუშავების პროცესში რეგულირების ზეგავლენის შეფასების, ანუ იგივე RIA-ს როგორც ინსტრუმენტის გამოყენების მაჩვენებელი ძალიან ნელი ტემპით იზრდება და აუცილებელია ამ პროცესის დაჩქარება, რადგან დარგის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს არის ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც დაგვანახებს ამა თუ იმ გადაწყვეტილების ეფექტიანობას და მის დადებით და უარყოფით შედეგებს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინსტრუმენტის ავტორები ფიქრობენ, რომ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი ზეგავლენა ეკონომიკაზე, საზოგადოებასა და გარემოზე, თან აუცილებლად უნდა ახლდეს მტკიცებულება რეგულირების ზეგავლენის შეფასების სახით. ამ საკითხებზე, როგორც უკვე ვთქვით, რეგულირების ზეგავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის პროგრესის შეფასებისას ისაუბრეს დაინტერესებულ მხარეებს შორის საჯარო კერძო დიალოგი შედგა, რომლის ფარგლებშიც კონკრეტულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზეც გამახვილდა ყურადღება. დღეისათვის რეგულირების ზეგავლენის შეფასება, ანუ იგივე RIA-ს აუცილებლობა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ 20 კანონზე ვრცელდება. მთავრობაში ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტულია ეს მიმართულება და არც ერთი კანონი დღეისათვის არ მზადდება ისე, რომ რეგულირების ზეგავლენის შეფასება არ იქნეს წინასწარ მომზადებული. ჩვენ დავაკვირდით 2022 წლიდან დღევანდელი დღის ჩათვლით შედეგებს. სულ არის 3 საკანონმდებლო ცვლილება მთავრობის მხრიდან წარდგენილი მთავარი კანონში ცვლილებების სახით, რომელზეც უნდა გავრცელებული იყო რეგულირების ზეგავლენის შეფასება, როგორც სავალდებულო, ესე ვთქვათ, მოთხოვნა, თუმცა არც ერთ მათგანს ეს დოკუმენტი არ ახლდა. ოღონდ აქ არსებობდა სამართლიანი დასაბუთება, ესე ვთქვათ, რატო იყო აღნიშნული დოკუმენტები გათავისუფლებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების სავალდებულოებისგან. ეს არის იმას, რომ RIA-ები არ კეთდება. RIA-ები კეთდება, თუმცა კეთდება ამ 20 კანონის მიღმა, ესე ვთქვათ, წარმოქმნილ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ზოგადად მაინც ტემპი შედარებით დაბალი არის, 2022 წლიდან შედარებით ვარდება, ესე ვთქვათ, ყოველწლიურად, ანუ 2023 წელს 3 RIA არის შემუშავებული, 2024 წელს ჯერჯერობით 1 RIA გვაქვს, ეხლა გვაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს მუშაობა 4 RIA-ზე და მაინც მოკლედ საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტემპი შედარებით დაბალი არის. ჩვენ დავეხმარეთ საქართველოს მთავრობას, რათა უზრუნველყოს RIA-ს ხარისხების გაუმჯობესება, ვინაიდან ეს დოკუმენტები არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის საფუძველი და ეს გვინდა, რომ ყოველდღიურობაში დაინერგოს, ეს იყოს ყოველდღიური საჯარო სექტორის საქმიანობის რუტინული ნაწილი, რათა საზოგადოებამ მიიღოს უკეთესი პოლიტიკა, უკეთესი გადაწყვეტილებები და შესაბამისად წინასწარ იყოს განსაზღვრული ამა თუ იმ რეგულაციის, კანონის თუ პოლიტიკის შესაძლო შედეგები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის მეტად პრიორიტეტულია. ჩვენ აქტიურად ვცდილობთ ამ სისტემის ინსტიტუციონალიზაციას ჩვენს უწყებაში. ფაქტობრივად საკანონმდებლო პროექტებზე, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს და წარადგენს მთავრობაში და შემდეგ უკვე პარლამენტში, ვცდილობთ რეგულარულად მოვამზადოთ აღნიშნული ანგარიშები. ეს ხელს უწყობს ამ აქტიურად დაინტერესებული მხარეების მაქსიმალურ ჩართულობას, გამჭვირვალობას და მე ვფიქრობ, ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ საქართველოში აქტიურად დაიწყოს კიდევ უფრო ახალ ფაზაში გადავიდეს RIA-ს ინსტიტუციონალიზაცია. პროექტ რეფორმეტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე დაინტერესებული მხარეების მიერ ბუნებრივია ის გამოწვევებიც დასახელდა, რაც ამ დრომდე რეგულირების ზეგავლენის შეფასების როგორც ინსტრუმენტის დანერგვას აფერხებს. აღინიშნა, რომ RIA-ს დოკუმენტის შედგენა სავალდებულო 2020 წლიდან გახდა, ანუ პანდემიის პერიოდში, რაც გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა. სპეციალისტების თქმით, პანდემიის დროს ხშირი იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც გარკვეული ინიციატივის მიღება დაჩქარებული წესით ხდებოდა და შესაბამისად რეგულირების ზეგავლენის შეფასების როგორც ინსტრუმენტი
ინსტრუმენტის გამოყენება ამ შემთხვევაში შეუძლებელი იყო. ცხადი ამან შეაფერხა რიას აქტიურად დანერგვის პროცესი, გამოწვევას წარმოადგენდა ადამიანური რესურსის დეფიციტიც, განსაკუთრებით კი ამ კუთხით კვალიფიციური კადრების, რაც ამ დრომდეც მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორად რჩება, ამიტომ ამ პრობლემის გადასაჭრელად მალე აქტიურად დაიწყება საჯარო მოხელეების გადამზადების პროცესი რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის მომზადების მიმართულებით. 2020 წლიდან თუ დავიწყებთ, შემაფერხებელი გარემოება იყო პანდემია. პანდემიის დროს ძირითადად რიას გარეშე ხდებოდა, ესე რომ ვთქვათ, ამ საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა და დამტკიცება. საერთოდ ერთობლიობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ 80-მდე რიას დოკუმენტი უკვე დაგროვდა ბოლო 10 წლის განმავლობაში, მაგრამ ტემპი ნამდვილად არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ეს არ არის ყოველდღიური რუტინის ნაწილი საჯარო სექტორში. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში პრაქტიკოსთა ჯგუფების ჩამოყალიბება. მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უნდა აღვნიშნოთ, არის ესე ვთქვათ, ხარჯსარგებლის ანალიზის მომზადება, რომელიც შინაარსობრივად რია უფრო კომპლექსური დოკუმენტი არის, მაგრამ ბევრ ცვლილებაზე მზადდება ხარჯსარგებლის ანალიზი, რომელიც რია არ არის და შესაბამისად ჩვენ ამ შემთხვევაში ამას არ ვამონიტორინგებთ და რაღაც გვარად ალბათ შეიძლება რომ მაინც ჩამნაცვლებელ ესე ვთქვათ დოკუმენტებად, ანუ ანალიტიკურ დოკუმენტებად მოვიხილოთ, ანუ ერთი პროცესი ეს არის, ცალკე ეს პროცესი მიდის და აქედან გამომდინარე შესაძლოა დაბალი, ესე ვთქვათ, მაჩვენებელი რიების მომზადების სწორედ ამითი აიხსნას, მაგრამ მეორე მხრივ არის კომპეტენციების პრობლემა ამ დოკუმენტის მომზადებასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლება და სწორედ ამიტომ იმისათვის, რათა ეს სისტემა იყოს მდგრადი და განვითარებადი, პროფესიული საჯარო მოხელის განვითარების ერთ-ერთი მთავარ კომპონენტად განისაზღვრა რეგულირების ზეგავლენის შეფასების, როგორც საბაზისო კურსის გავლა, რომელიც იქნება სავალდებულო როგორც ახალი მოხელეებისათვის, ვინც საჯარო სამსახურში შევლენ, ასევე ცალკეულ შემთხვევაში იმ პირებისათვის, ვის საქმიანობაც დაკავშირებულია სწორედ რეგულირების ზეგავლენასთან. აქვე ორიოდე სიტყვით რეფორმის მიზნებზეც მოგაწვდით ინფორმაციას. რეგულირების ზეგავლენის შეფასების, იგივე რიას ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის მიზანია რია აქციოს პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების რუტინულ ნაწილად. 2020 წლის 17 იანვარს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება, რომლის თანახმადაც მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი აუცილებლად უნდა მომზადდეს. მადლობა, ეს მარი მელიქიშვილი იყო.